კოლეგებო, კვორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. პარლამენტის რიგაში სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულებას გაეცნობოდით, იცით რომ დღის წესრიგი განსაზღვრული არის. განკარგულებით შესაბამისად მისი ამოწურვით ამოიწურება რიგაში სხდომებით. განგაცნობთ განსახილველ საკითხებს. საბაჟო კოდექსში იცვლება დაჩქარებული წესით, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური სპორადული რეგისტრაციის წესის შესახებ ცვლილება დაჩქარებული სახით აქვე გავაკეთებ მათ საზოგადოებისთვის განმარტებას, ეს ეხება სისტემური რეგისტრაციის პროცედურებს, რომელიც 2026 წლის 1 იანვრამდე იყო და ხდება გადაწევა 1 წლით, ამიტომ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ესეც იცოდნენ, რომ სპორადულებთან დაკავშირებით იქნება სპორადულების საკითხი გაგრძელდება 2026 წლის ბოლომდე. დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო საჯარო აღსრულების წესის შესახებ პირველი მესამე მოსმენით. საქართველოს სისხლისამართლის კოდექსში ცვლილებები, სისხლისამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების პაკეტი, საავტომობილო გზების შესახებ ცვლილების პაკეტი, ცვლილება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონის ცვლილება, ადმინისტრაციულ-სამართალდაღო კოდექსში ცვლილების პაკეტი, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილება, საბაჟო კოდექსში ცვლილება, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილება, იარაღის შესახებ კანონში ცვლილების პაკეტი, მესამე მოსმენით, პოლიციის შესახებ, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების შესახებ კანონში ცვლილება, იურიდიული პირის საჯარო საბუთში იურიდიული პირის შესახებ კანონში ცვლილება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა შესახებ კანონის პაკეტი, ბიზნეს ომბუდსმენის შესახებ პაკეტი, ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ, ადმინისტრაციულ-სამართალდაღოთა კოდექსში ცვლილება არის, ადმინისტრაციულ საკითხებისგან გათავისუფლება, საერთო სასამართლოების შესახებ კანონის ცვლილება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ცვლილება, პაკეტი. დიდი პაკეტი არის. ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის კანონის გაუქმება. პაკეტით ესეც, ასევე საარჩევნო კოდექსი მესამე მოსმენით. სარკინიგზო კოდექსში ცვლილება პირველი მოსმენით, გარემოს დაცვის შესახებ კანონში ცვლილება და დადგენილების პროექტები არის სარატიფიკაციო დადგენილებები რამდენიმე, რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, განკარგულება გაგაცანით პრეზიდენტის რიგაში სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით და ასევე გვაქვს ცნობათმა მიიღოთ მთავრობის საპარლამენტო მდივნის მომართვა გარემოს დაცვის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ. და ბოლო საკითხი გახლავთ ფრაქცია ქართული ოცნების მომართვა ზუგდიდის ოლქის დელეგატის უფლებამონაცვლე პარლამენტის წევრად ედიშერ თოლორაიას დასახელების შესახებ, რაც ასევე ცნობად უნდა მივიღოთ. გადავინაცვლოთ სხდომათა დარბაზში და დავიწყოთ პლენარული სხდომა.